მოგესალმებით, ეთერშია პოლიტიკის დრო. აღნიშნული გადაცემა იწერება პროექტი პოლიტიკური პარტიის ხარჯებში, რომლის მიზანია წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამორჩევნებთან მუშაობისთვის საჭირო უნარჩვევების დახვეწა. პოლიტიკურ პარტიაში პროექტში ჩართულია 6 პოლიტიკური პარტია. ესენი არიან ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და რესპუბლიკური პარტია. ასევე პროექტში წარმოდგენილია 6 არაპოლიტიკური პარტიის წევრები. დღეს ჩვენ მართავთ პირველ პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც წარმოდგენილია 3 პოლიტიკური სიმულაციური პარტიის წარმომადგენლები. დღეს ისინი ისაუბრებენ თავიანთი პარტიების იდეოლოგიებზე და პლატფორმებზე. მაშა სადამე ჩვენთან სტუმრად არიან. თამარ სხულუხია, ახალი თაობა პოლიტიკური პარტია, სალომე მიქაუტაძე, საქართველოს ლიბერალური პარტია და კონსტანტინე გარმერია, სოციალ-დემოკრატიული პარტია. მოგესალმებით, მეგობრებო. კეთილიყოს თქვენი მობრძანება ჩვენს პირველ გადაცემაში. მეგობრებო, როგორია თქვენი საარჩევნო განწყობა? მადლობთ არაჩვეულებრივი შემართებით ავთ არჩევნებს. თქვენ ქალბატონო თამარ? მადლობელია ჩვენი საარჩევნო განწყობა და ძალიან ძოლისუნარიანები ვართ მე და ჩემი პარტია. ჯერათ რომ ბატონო კონსტანტინე თქვენი პარტია მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში? კი, რაცუნებული ვარ, რომ 100%-იანი უმრავლესობით ვიქნები პარლამენტის წარმომადგენელი. ამდენად დიდი ასე რომ თქვა დარწმუნებული ჩვენი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს თითოეული ჩვენი მოქალაქის პრობლემებს და აქედან გამომდინარე ყველა მოსაჩვენებს. თამარ, თქვენ როგორი განწყობა გაქვთ? მოიგებთ ამ არჩევნებში? კი, ნამდვილად მე და ჩემი პოლიტიკური პარტია ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ძოლისუნარიანები ვართ და შემართებით ვიდგებით საქმეს. თქვენ ბატონო კონსტანტინე შეგიძლიათ იგივე თქვათ? კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენი საარჩევნო პროგრამა თითოეული ჩვენი მოქალაქის პრობლემებზე არის აგებული, მათ მოგვარებაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მოგცემს ხმას. კარგი, მეგობრებო, მაშინ დავიწყოთ შინაარსობრივი საუბარი. ყველა თქვენთაგანმა შეიმუშავა, თქვენმა პარტიებმა უпростоრად შეიმუშავა პოლიტიკური პლატფორმა და მე მაინტერესებს, როგორია ეს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგიები და პლატფორმები და რა პლუსი აქვს საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის აი იმ თქვენ პოლიტიკურ გესტს, რომელსაც ირჩევთ. ქალბატონო სალომე, თქვენ რას ვეტყვით? თანამედროვე ლიბერალიზმი ანუ ლიბერალიზმი არის თქვენი პოლიტიკური პლატფორმა? თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთვნები გახლავთ ინდივიდუალური უფლებები. ის ორიენტირებული არის საზოგადოების აზრის თავისუფალ გამოხატვაზე, აგრეთვე ორიენტირებული არის იდეათა თავისუფალ გაცვლაზე და იმაზე, რომ კანონი იყოს უზენაესი ქვეყანაში. აგრეთვე ის ორიენტირებული არის საბაზრო ეკონომიკაზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს თავისუფალი კერძო მეწარმეობის განვითარებას. ეს კი, რა თქმა უნდა, აღმავლებს სახელმწიფოს როგორ ფიქრობთ, დღევანდელი საქართველოში არის ლიბერალიზმის ნიშნები? ვერ ვიტყოდით, რომ არის, იმიტომ რომ სახელმწიფო ერება ბიზნესში და ის აწესებს ისეთ გადასახადებს, რომელიც რა თქმა უნდა ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სივრცე უნდა იყოს თავისუფალი რეგულაციებისგან, ხო? რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აღმავლებს ეკონომიკას ქვეყანაში. აი, როგორი პლატფორმა აქვს ახალ თაობას? თქვენ რა შეგვიძლია ანუ თქვით? ჩვენი იდეოლოგია არის ლიბერალური ნაციონალიზმი. ანუ თქვენც ეთანხმებით ლიბერალური ნაციონალიზმი ახსენეთ, ეს ახალი რაღაცა, რას ნიშნავს ეს? ანუ ლიბერალური ნაციონალიზმი საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული იდეოლოგია დავიწყებ აქედან და მთავარი პრინციპი და მიზანი ამ იდეოლოგიის არის პირველად რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა ჩვენ ვაკეთებთ და ვანიჭებთ უპირატესობას ეროვნულს, მაგრამ ასევე ის სიახლეები დემოკრატიული
პრინციპები, მიდგომები, გინდა რომ გადმოვიტანოთ ჩვენს სინამდვილეში. უკაცრავად იცით თუ არა, რომ ეს ლიბერალიზმი არის გლობალიზაციისაკენ მიდრეკილი, ხოლო ნაციონალიზმი ეროვნულისადმი. ანუ ლოკალიზაციისაკენ, ხო? დიახ, და კი, ვიცი, როგორ უთანხმობთ მათ ერთმანეთს? ანუ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მორი ესე ვთქვით იდეოლოგიის ერთმანეთთან დაპირისპირება, ამ შემთხვევაში ლიბერალური ნაციონალიზმი და ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ავსებენ ერთმანეთს. და როგორც უკვე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული საკითხები, წინა პლანზე იქნება. აი, რომელი ეროვნულ, ასე რომ ვთქვათ, ფასეულობებზე გაქვთ საუბარი, რა ეროვნული კონკრეტულად? ალბათ ყველაზე ამეთანხმებით, რომ საქართველოში დღეს ყველაზე მწვავე, აქტუალური და ის რაც ყველაზე უტკივა არის, რომ ჩვენი ტერიტორიები 20% ოკუპირებულია. რა კავშირია ტერიტორიულ მთლიანობას, რა კავშირია ტერიტორიულ მთლიანობას ნაციონალიზმთან? ნაციონალიზმი ხო, ანუ ნაციონალიზმი თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ეროვნული დააყენოს ყველაზე წინ და იყოს ის უპირველესი. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე მგონი თქვენ მიგაჩნიათ, რომ მაგალითად სოციალ-დემოკრატები წინააღმდეგები არიან, ასე რომ ვთქვათ, ტერიტორიული მთლიანობის ამდენის? არა, არ მიმაჩნია, რომ წინააღმდეგი არიან, უბრალოდ თქვენ დამისვით კითხვა და შეგვამცეთ ერთ კონკრეტულ მაგალითი მოგიყვანოთ. კი ბატონო, მე მინდა გადავიდე კითხვით სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან. ბატონო კონსტანტინე, თქვენ ხართ ამ სამ პარტიას შორის ერთ-ერთი პარტია, რომელიც არ აქვს არჩეული ლიბერალური პლატფორმა. რატომ არის სოციალ-დემოკრატია დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? რისი მომტანია ის ასეთი გზა განვითარების საქართველოსთვის? არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს სოციალური პრობლემები. ეს დაგვანახა ევროპაში მოქმედმა კრიზისმა. ერთ-ერთი ასეთი არის საბერძნეთის კრიზისი და ჩვენი ქვეყანა არის ძალიან საინტერესო თემას მიადებით, მოდიშკით რომ გაწყვეტინოთ, მაგრამ ძალიან ბევრი მკვლევარი, ექსპერტი ამბობს, რომ სწორედ რომ სოციალური პაკეტის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, მაღალი დონე მიიყვანა საბერძნეთის სწორედ აი ამ კატასტროფამდე, რასაც ქვია კრიზისი. და თქვენ მაინც ამბობთ, რომ სოციალ-დემოკრატიაში არის განვითარება? ის საქართველოსთვის დღესდღეობით სოციალ-დემოკრატია არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს სოციალური პრობლემების გადაჭრა. ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ხალხი ადამიანი, რომელთაც სოციალური პრობლემები უნდა მოუხსნათ და უნდა მოუგონოთ. აი, როგორ შეიძლება ეს რომ გავაკეთოთ იმ მცირე ბიუჯეტის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი საგარეო ვარი? პირველ რიგში უნდა მოსვათ მონოპოლიები და უნდა შეიქმნება თავისუფალი ბიზნესი და შეიძლება უკაცრავად ეგ სოციალიზმის მიმართულება არის მონოპოლიის მოსპობა ქვეყანაში. მე კონკრეტულ ჯგუფს არ უნდა კონდეს ყველაფერი მითვისებული, ეს უნდა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა კომპანიებზე და ეს გაზრდის სამუშაოს რაც მოხსნის ეტაპობრივად. ბატონო კონსტანტინე, კითხვა დაგისმენთ. ლიბერალიზმს ეთანხმებით? ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატები. მაგრამ ლიბერალიზმს ეთანხმებით. ეთანხმებით თუ არა ლიბერალიზმს, იმიტომ რომ მონოპოლიების, ასე რომ ვთქვათ, მონოპოლიებთან ასე რომ ვთქვათ, ბრძოლა თუ არა ბრძოლა, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ ვართ ორიენტირებული სოციალური პრობლემების გადაჭრაზე და სოციალური პრობლემები რაც შეიძლება მოუხსნათ. როგორ შეგიძლიათ ებრძოლოთ მონოპოლიას? აი ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. აი საქართველოში ძალიან მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ არის კარტელული შეთანხმებები რიგ კომპანიებს შორის, რომლებსაც შემოაქვს საქართველოში გარკვეული ნედლეული და პროდუქტი და სწორედ აი ამ კარტელული შეთანხმებების შედეგად ისინი ასე რომ ვთქვათ ათანხმებდნენ ერთმანეთს ფასით. აი როგორ უნდა ვებრძოლოთ ასეთი ტიპის მონოპოლიებს? კონტროლი უნდა გამკაცდეს სახელმწიფოს მხრიდან აი ამ კომპანიების. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერად წარმოდგენილი, რომ აკონტროლოს საქართველოში ბიზნესი, ამას გულისხმობთ?
რატომ უნდა იყოს ასეთი მაღალი დონის ჩარევა? ჩვენ არა ვართ თავისუფალი ბიზნესის მოწინააღმდეგენი არა ვართ, თუმცა ჩვენ თავისუფალი ბიზნესი შექმნის სამუშაო მატერიალებს. სამუშაოს გარკვეულწილად მოხსნის პრობლემას უმუშევრობის მოსახლეობაში. ქალბატონო თამარ, თქვენი ლიბერალური ნაციონალიზმი არ ეწინააღმდეგება მონოპოლიების არსებობას? კი, ვეწინააღმდეგებით მონოპოლიების არსებობას. თქვენ როგორ აპირებთ მათთან ბრძოლას? ანუ ამ შემთხვევაში ესე კონკრეტულად ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს. ქალბატონო სალომე, თქვენ თუ გაქვთ ჩამოყალიბებული, როგორ აპირებთ ბრძოლას მონოპოლიებთან, თუ საერთოდ აპირებთ? ჩვენ ვაძლევთ ბიზნეს თავისუფლებას, საიდან გამომდინარე, თავად ბიზნესი გადაწყვეტს იქნება თუ არა მონოპოლია ქვეყანაში. პარლამენტში მოსვლისთანავე რა კანონების მიღებას აპირებთ? აი რა იქნება პირველი კანონი, რომელსაც თქვენ ალბათ შეიმუშავებთ და მიიღებთ, აი რომელი იქნება ეს კანონი? და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს კანონი ქვეყნისთვის? ქალბატონო სალომე, ისევ თქვენგან დავიწყოთ. ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ გადასახადები, საიდან გამომდინარე რომელი გადასახადი? მოგების გადასახადი, რომლის მიხედვით საშუალო და მცირე ბიზნესზე. საიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო თავისუფალი გახდება ბიზნესი ამ მხრივ. მე მგონია საშუალო და მცირე ბიზნესი ძალიან ინტერესით გისმენთ ახლა თქვენ. აი როგორ არის შესაძლებელი იმ ქვეყანაში, სადაც ისედაც დაბალია სახელმწიფო შემოსავალი, აი კიდევ შევამციროთ ეს გადასახადი. მაშინ რაზე უნდა იარსებოს სახელმწიფო? ამ შემთხვევაში, როდესაც გადასახადები შემცირდება, ეს თავისთავად გამოიწვევს უკვე ბიზნესის უფრო მეტ განვითარებას, უფრო მეტად წამოვა ეს კერძო მეწარმეობა, რის შედეგადაც თავისთავად განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოში მეწარმე იმ ფულს, რომელსაც თქვენ მას უკან დაუბრუნებთ, ანუ არ აიღებთ მისგან მოგების გადასახადს, ჩადებს ისევე მისი ბიზნესის განვითარებაში, ამაში დარწმუნებული ხარ? ეს სტიმული იქნება სხვა მომავალი ბიზნესმენებისთვისაც, რომლებიც იკავებენ თავს იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები ახლახან ამ დროისათვის, ამიტომაც შემდეგ, როდესაც მოგების გადასახადი იქნება შემცირებული, უფრო მეტი სტიმული იქნება ეს სხვა ბიზნესის განვითარებისთვის. მზად ხართ, ბატონო კონსტანტინე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტია, აი ასეთი შეღავათი გავუკეთოთ მცირე და საშუალო ბიზნესებს? იწა ხალისება მნიშვნელოვანი არის მცირე და საშუალო ბიზნესის, რადგან ეს გაზრდის ჩვენ ეკონომიკას, უმუშევრობას აღმოფხვის გარკვეულწილად. მაგრამ ამავდროულად სოციალ-დემოკრატია იბრძვის აი ეგრეთ წოდებული თანასწორობისთვის, მათ შორის ეკონომიკაში და დოვლათის ასე ვთქვათ თანაბარ გადანაწილებისთვის და თუ თქვენ გაანთავისუფლებთ სწორედ ამიტომ თქვი მონოპოლიების მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოში რომ ყველა ბიზნესი იყოს თანასწორი და არ კონდეს რომელიმე ბიზნესს გარკვეულწილად არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სხვა ბიზნესის უპირატესობა. მაგრამ თქვენ თუ შეამცირებთ ამ მცირე და საშუალო ბიზნესში მოგების გადასახადს, ეს ხო თავისთავად უკვე დიდ ბიზნესს მიაყენებს ზარალს და ანუ მოხდება თანასწორობის დარღვევა. ამაზე რა თქმა უნდა. მე არ დამიკომპლექტებია რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვაპირებ ხოლმე გადასახადებს. აპირებთ თუ არა, მოდით მაშინ დავაკონკრეტოთ. აპირებთ თუ არა? თქვენი პარტია აპირებს თუ არა, თუ უმრავლესობაში მოვა პარლამენტში, რომ გააკეთოს ის, რაც ქალბატონას სალომემ ახლა შემოთავაზა. მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება, როგორც საშუალო ბიზნესისთვის, ასევე დიდი ბიზნესისთვის. სამცირე თქო ბიზნესისთვის, ყველანაირი ბიზნესისთვის. კი ბატონო. ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ აპირებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მოგების გადასახადის გაუქმებას? ანუ მოგების გადასახადის გაუქმებას მთლიანად არ გავაკეთებთ მოგების გადასახადს. რატომ არის ეს შეუძლებელი? იმიტომ რომ გარკვეულწილად სახელმწიფო დაზარალდება ამით. ქალბატონო სალომე, თქვენ ხართ მოწინავე იმ საკითხში, რომ აპირებთ რომ გააუქმოთ საშუალო და მცირე ბიზნესს? მე ვთქვი, რომ შევამცირებთ მოგების. შეამცირებთ, აი ამაზე საუბარი. რამდენით არის შესაძლებელი რომ შეამციროთ? დაახლოებით ვაპირებთ 15%-მდე დავიყვანოთ ეს გადასახადი ამჟამად, შემდეგ კი ნელ-ნელა გაიწევს რა თქმა უნდა. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, ძალიან მაწუხებს ჩემი ხელფასიდან, რომ საშემოსავლოც ძალიან დიდი პროცენტით, მაგალითად 20%-ით მიდის
სახელმწიფოში და პრაქტიკულად თუ ადამიანს აქვს დაბალი ხელფასი, პრაქტიკულად არაფერი არ რჩება მას საშემოსავლოს გამოკლებით. თქვენ აპირებთ თუ არა, რადგან ასეთი რევოლუციური, ასე რომ ვთქვათ, წინადადებებით შემოდით, თქვენ აპირებთ თუ არა საშემოსავლოს შემცირებას? დიახ, ვაპირებთ საშემოსავლოს შემცირებასაც. ეს პროგრამაშიც აქვს გაწერილი, რომ საშემოსავლო გადასახადიც შემცირდება 15%-ამდე და ზოგადად როგორც გავწერთ, ეს არის პარლამენტი და პარლამენტი წერს კანონებს, ასე რომ გავწერთ საგადასახადო კოდექსში. ანუ როგორ ვფიქრობთ, საშემოსავლო გადასახადის შემცირება რეალობაა? რეალურია რომ შევარჩიოთ? შესაძლებელი არის ჩვენი არჩევის შემთხვევაში. ანუ თქვენ თუ აგირჩევთ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, თქვენ იმედი მაქვს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს ლიბერალური პარტია ითანამშრომლებს პარლამენტში თუ საკმარისად ბევრი ხმა. ეს პირდაპირ უსვამს დემოკრატიას ხალხს. მაშინ როგორ აპირებთ სოციალური ფონის განთავსებას? ძალიან საინტერესოა. თქვენ როგორ აპირებთ რომ სოციალური ფონი იყოს გათანასწორებული თუ შემოსავლები ხო აშკარად იკლებს? ეკონომიკას თავისთავად ამით თქვენ ამცირებთ გადასახადებს და მაშინ რას აპირებთ ამის სანაცვლოდ? ალტერნატივას რას ვთავაზობთ, რომ ეკონომიკა როდესაც ბიზნეს ჩვენს გადასახადებს შევამცირებთ, ეს მისცემს ბიზნეს უფრო განვითარების საშუალებას, რაც წარმოქმნის დამატებით სამუშაო ადგილს. აი, რამდენ ხანში პროგნოზირებთ, რომ ეს შესაძლებელი იქნება? უნდა იყოს სოციალურ პაკეტებზე დამოკიდებული და უნდა მიეცეს სამუშაო ადგილები, რომ დასაქმდეს და ხელფასი აიღოს ბიზნესიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ქმნის სამუშაო ადგილებს? დღესდღეობით არის სოციალური ფონდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დასაქმების მხრივ არის ძალიან ბევრი უმუშევარი ადამიანი, თუმცა ჩვენი არჩევის შემთხვევაში ეს პრობლემა იქნება კიდევ ერთხელ მიზახი. აი, როგორ, აი, ყოველთვის ამომრჩეველს აინტერესებს, როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. თქვენი პარტია როგორ აპირებს პარლამენტში ამ პრობლემის მოგვარებას? რა გზებით? ბიზნესის განვითარებით ჩვენ ვიყურებთ, რომ გაიზრდება უფრო გადასახადები. სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები. ბატონო სალომე. სამუშაო ადგილებზე პასუხისმგებლობა იკისრება თუ არა ხელისუფლებას და მთავრობას ზოგადად? ლიბერალიზმი გულისხმობს ადამიანთა თავისუფლებას. ის არის ორიენტირებული ბიზნესის თავისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვაიძულებთ ბიზნესს დაასაქმოს ხალხი და თავისთავად ანუ დაასაქმოს იმაზე მეტი, ვიდრე ალბათ არის საჭირო რომ დაასაქმოს. თუ რა გულისხმობთ, საერთოდ დაასაქმოს? ბიზნესი დაასაქმებს იმდენ რაოდენობას ხალხისას, რამდენსაც ის მიიჩნევს საჭიროდ. თქვენ პარტიას თქვენ მაშინ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას როგორ აპირებთ ქვეყანაში? უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა არის თქვენი სოციალიზმის საქმე და ჩვენ ვართ ლიბერალები, რომლებიც როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30% არის უმუშევარი და სოციალურ პაკეტებს დამოკიდებული არის, თქვენ არ აპირებთ, რომ სოციალური პრობლემები მოუხსნათ და დაასაქმოთ ისინი, როგორც არჩეული პარტია. რამე თუ დღესდღეობით სოციალური ფონი რთული მძიმე მდგომარეობაში არის საქართველოში, აქედან გამომდინარე, ჩვენ თავდაპირველად გვჭირდება, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს, რომელსაც ნამდვილად ჭირდება ეს ასე თუ ისე დავეხმაროთ. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიდეთ ლიბერალიზმამდე და ლიბერალიზმის თავიდანვე შემოვიდოთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, შევძლოთ. ანუ თქვენ მოსახლეობას ვერ პირდებით, რომ თქვენ მას დაასაქმებთ, არადა ჩვენ გვიყურებს რამოდენიმე მილიონი ამომრჩეველი, რომელიც ელოდება დასაქმებას და თქვენ პირდებით, რომ წაახალისოთ ბიზნესს, მაგრამ ვერ დაასაქმებთ მოსახლეობას. და დატოვებთ ისევ სიღარიბეში და უმუშევრობაში. თავისთავად ეკონომიკა. ჩვენ ზუსტად ეს პროგრამა აქვს, რომ დაასაქმოთ მოსახლეობა და მოხსნათ ეს თქვენ მეკითხვა და ამის ვით დავცემ პასუხს. თქვენ მითხარით, ესე იგი, ამით დასაქმდება თუ არა ხალხი, თუ ბიზნესი განვითარდება ქვეყანაში. თავისთავად შეიქმნება უფრო მეტი დასასაქმებელი ადგილი და აქედან გამომდინარე ხალხის სოციალური ფონიც გამოჯობესდება. ქალბატონ თამარს მინდა ვკითხო უმუშევრობასთან დაკავშირებით. თქვენი პარტია როგორ ხედავს უმუშევრობის დაძლევას?
ყოველ შევთანხმებით და დამეთანხმებით იმაზე, რომ საქართველოში ეს ძალიან ძლიერი მდგომარეობაა, კუთხით, კუთხით საკმარისია და ჩვენი პარტია მაქსიმალურად ეცდება ამ პრობლემების მოგვარებას, რაც უშუალოდ უმუშევრობასთან დაკავშირებით არსებობს. ვაქცით აფრთხებთ უკაცრავად უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას. აი რა გზები კონკრეტულად კანონში რამე ცვლილებას აპირებთ სპეციალურ რაღაც პროგრამის შემუშავებას? უკაცრავად თქვენ ეს საპარლამენტო არჩევნებია და როგორ აპირებთ მაშინ უმუშევრობის მოთხოვნა? ანუ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა. აი ძალიან საინტერესო თემაა ასე რომ ახსენეთ, ეს არის ინვესტიცია, დღეს ამბობენ, რომ სწორედ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ნაკლებობა არის სწორედ ინვესტიციების. ბატონო კონსტანტინე, თქვენ როგორ ხედავთ ინვესტიციების საკითხს და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ დღეს არსებულ მსოფლიო კრიზისის ფონზე ინვესტიციების ზრდა და როგორ შეიძლება პარლამენტმა იმუშაოს იმაზე, რომ გაუმჯობესდეს გარემო საინვესტიციო. გადასახადების შემცირება ეს პირდაპირ გამოიწვევს ინვესტიციების მოზიდვას, ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში იქნება გადასახადების და ძალიან დაბალი გადასახადები, რაც თავისთავად წაახალისებს ბიზნესს, რომ საქართველოში განავითაროს ბიზნესი და ჩაიდოს ინვესტიციები. ამავე დროს, როდესაც ჩვენ ვახალისებთ ინვესტიციებს და ხშირად ინვესტორი ეძებს იაფ მუშახელს, ხო? ეძებს იაფ მუშახელს. აი როგორ აპირებთ ერთის მხრივ ინვესტორის მოზიდვას და მეორეს მხრივ შრომითი უფლებების დაცვას? შრომითი უფლებები, რა თქმა უნდა, არის დასაცავი, არის ძალიან სწორედ ეს აფრთხობთ ინვესტორებს ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული შრომითი უფლებების დაცვა. თქვენ როგორ აპირებთ აი ამ ბალანსის დაცვას? ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატები, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხალხზე და რომ ხალხი არის ეს დასაქმებული ნაწილი და შრომის უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული თითოეულ ადამიანზე, რომ იყოს და მაინც ჩემი კითხვა ეხება იმას, რომ ინვესტორი მიმართულია, რომ მას ყავდეს იაფი მუშახელი. იაფი მუშახელი ნიშნავს, რომ მისი უფლებები არ არის ინდივიდუალური. იაფი მუშახელი მას ეყოლება მაშინ, როდესაც აქვს ძალიან დიდი გადასახადები და ფაქტიურად რჩება ძალიან ცოტა მოგება და როდესაც ჩვენ დავწერთ გადასახადებს, ეს ფაქტობრივად გამოიწვევს ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იგივეა, რომ ასე რომ ვთქვათ, გადასახადები დაწიოთ, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, მას კონდეს მაღალი გადასახადის შრომით მოხალხეს ხელფასები. ქალბატონო სალომე, თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემას და მოგწონთ თუ არა დღეს არსებული შრომითი კოდექსი? ლიბერალიზმი არ ერევა ამ შემთხვევაში დასაქმებაში, როგორც უკვე აღნიშნე. აქედან გამომდინარე, მე ვიტყვი, რომ ჩემი ოპონენტი უფრო მეტად გადმოდის ლიბერალიზმისკენ, ვიდრე ის არის სოციალ-დემოკრატიული მიმართულებით. რატომ შეგეპარათ ეს ეჭვი? იმიტომ რომ ის ამცირებს საგრძნობლად გადასახადებს და არ არის ორიენტირებული იმისაკენ, რომ თანასწორობა დაიცვას თუნდაც დასაქმების მხრივ ქვეყანაში, იწვევს ინვესტორებს ქვეყანაში და ეს არ ახასიათებს სოციალ-დემოკრატიას. არა, ვერც კი აცნობიერებს იმას, რომ თუ ის ასე იგი დაიწევა გადასახადები და ამ შემთხვევაში აუწევს დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ, ეს იგივე არის, რომ გავათანასწოროთ ჩვენ ერთს გამოვაკლოთ ერთი დარჩა ნოლი და მერე ისევ მივუმატოთ ერთი გახდება ერთი. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, უკაცრავად, თქვენც ფიქრობთ, რომ ბატონი კონსტანტინეს არ არის სოციალ-დემოკრატიული, ასე ვთქვათ, პლატფორმის მქონე და ის ლიბერალიზმში გადადის თავისი ხელმძღვანელი? რატომ? რატომ ძირითადად ბატონი კონსტანტინე ამახვილებს ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე და საუბრობს ამ სოციალური პრობლემების მისი პარტიის მხრიდან როგორ იქნება ეს სოციალური პრობლემა. აი თქვენ ახსენეთ თავიდანვე, რომ თქვენ ხართ ლიბერალური ნაციონალიზმი, ხო? აი ამ ლიბერალურ ნაციონალიზმში ინვესტორების მოზიდვა, შრომითი უფლებების დაცვა შედის და როგორ ხედავთ ამის ბალანსს? ანუ იმისათვის რომ მოვიზიდოთ ინვესტორი, აუცილებელია რომ მას შესაბამისი გარემო დავახვედროთ ჩვენს ქვეყანაში. და როგორი შეიძლება იყოს ეს გარემო? ანუ ინფრასტრუქტურული საკითხები, გზები,
მამამდა იყოს პრობლემატური და ასევე კარგი იქნება რა თქმა უნდა თუ უფრო ნაკლები გადასახადის გადახდა. უკაცრავად პარლამენტი არეგულირებს როგორ იქნება გზები ქვეყანაში გაგებული? პარლამენტი არ არეგულირებს, მაგრამ მე მგონი ყოველთვიურად ახლა საპარლამენტო არჩევნებია და თქვენ მაჟორიტარულ დაპირებებს ხვეწებთ. მაშინ თქვენ რაც გაქვს პარტიაში, ანუ თქვენ რა ანუ ზოგადად ესეთი კუთხით თუ მივუდგებით ყველაფერს არ გამოდის რაიმე ქალბატონო სალომე, თქვენ როგორ ვიქოთ მაჟორიტარული არჩევნები გამორიცხავს რაიმე თქვათ იგივე პარლამენტში ხომ მაჟორიტარებიც იყვნენ კეთს, ანუ მათ უფრო შეუძლიათ რომ ახლა არის საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტი არის კანონზე ორიენტირებული. პარლამენტი იღებს კანონებს და ჩვენ ხალხს უნდა აი თქვენ ძალიან კარგი თემა ახსენეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ამომრჩევლების ფიქრობენ, რომ პარლამენტარებმა და დეპუტატებმა მას სწორედ უნდა შეპირდნენ ინფრასტრუქტურის განვითარება, გარკვეული ასე ვთქვათ ყოფილი პრობლემების მოგვარებას, მაგრამ სინამდვილეში ისინი იღებენ კანონს. აი რა შეგიძლიათ მაშინ თქვენ დაპირდეთ ბატონო კონსტანტინე თქვენთან გადმოვალ კითხვით, ამომრჩევლებს რას გააკეთებს ახალი მოწვევის პარლამენტი, სადაც თქვენ მოხდებით? ახალი მოწვევის პარლამენტი ჩვენი არჩევის შემთხვევაში იზრუნებს ხალხზე თითოეულ როგორ იზრუნებს ამ ხალხს? ეს საინტერესო ლოზუნგია. სოციალური პრობლემების გაუმჯობესება. აი როგორ თქვა რომ მე გადავდივარ ლიბერალიზმზე, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ ხალხზე და თუ საჭირო იქნება ლიბერალიზმსაც გამოვიყენებთ, სოციალიზმსაც გამოვიყენებთ და ყველაფერს ანუ თქვენ არ ახართ სოციალ-დემოკრატი ბატონო კონსტანტინე? ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატიული პარტია და ვიზრუნებთ თითოეულ თქვენ არ ახართ სოციალ-დემოკრატი? თქვენ არ ახართ სოციალ-დემოკრატი? მაშინ როგორ შეგიძლიათ? საჭირო არის ხალხზე ზრუნვა ჩვენ დავასაკმოთ მოქალაქეებს გავუშვით სამუშაო ადგილებს და ვიზრუნებთ თითოეულ. აი პირველი კანონი რომელშიდაც თქვენ აპირებთ შესწორებების შეყანას ეს რა იქნება? საგადასახადო კოდექსი? სოციალური პაკეტების გაუმჯობესება. აჰა. ნუ ეს საინტერესო წინადადება, რამდენად პარლამენტში შეუძლია ამის გაკეთება, ამას ალბათ ვნახავთ. ქალბატონო თამა, სამართლიან არჩევნებს ელოდებით? კი ველოდები და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი. აი პირობითად რო გავიხილოთ, რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით? აი რამდენ პროცენტს აიღებთ მაინც? ვიცი რომ ეს არ არის თლა ისეთი სწორი კითხვა, მაგრამ აი თქვენი პროგნოზი. მინდებს რომ გამარჯვებული პარტია აღმოჩნდეთ. აჰა, კი ბატონო, ქალბატონო სალომე, თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ ვაპირებთ მოვიდეთ უმრავლესობაში, აქედან გამომდინარე 60% გვინდა რა. და ფიქრობთ რომ აიღებთ 60% არჩევნებში? სუსტი გათვლა არა გვაქვს. ჩვენ ახლა გამოთქვამთ ვარაუდებ და აქედან გამომდინარე მე ვთქვი რომ გვინდა რომ ავიღოთ 60%. ქალბატონო სალომე, თუ ვერ აიღებთ უმრავლესობა, აპირებთ თუ არა კოალიციურ თანამშრომლობას სხვა პარტიებთან და აი კოალიციურთან ასეთი გათვლები არა გვაქვს და არც ანუ არ იგეგმება A, B, C გეგმები არა გაქვთ ჯერჯერობით? ბატონო კონსტანტინე, თქვენ როგორ აპირებთ? როგორ ფიქრობთ? ჩვენ მოსახლეობა მოქცევს ხმას და უცებად გავიმარჯვეთ არჩევნებში. თქვენ რომ გვაქვს დაპირება, რომელიც მოსახლეობას თითოეულ ადამიანზე არის გათვლილი და თითოეულ ადამიანს მოქცევს ჩვენ ხმას. მე მინდა ბოლო შეკითხვით მოვმართოთ და ალბათ უკვე დასასრულისკენ წავალ. ქალბატონო თამა, თქვენი პარტია შეხვდა მოსახლეობას? ჰქონდათ მოსახლეობა? აი როგორი იყო ეს შეხვედრები, რა პრობლემების დააყენა მოსახლეობამ? შეხვედრა ნამდვილად კარგად ჩაიარა, ძალიან თბილად მიგვიღეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტუალური და მთავარი ისევ არის სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, დასაქმება. რა უთხარით ამომრჩევლებს? რას შეპირდით? შევპირდით, რომ მაქსიმალურად ვეცდებით მათი პრობლემები მოვაგვაროთ და მარტო ამ სოციალურ საკითხებზე არ გაგვიმახვილებია ყურადღება. ასევე ჩვენ ვეცდებით მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც არსებობს განათლების სფეროში, ასევე სასამართლო რეფორმა გქონდეს უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო საქართველოში. მადლობა, ქალბატონო სალომე, თქვენ შეხვდით ამომრჩევლებს? დიახ, ჩვენ დღეს ოქტომბერს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან.
ამორჩეველთა თანხმობა ჩაიარა, რა თქმა უნდა, კარგად და მათგან გამახვილებული იყო ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე ყურადღება. ანუ მათ აწუხებთ საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად ვიდრე სხვა პრობლემები, ან რომელ ასპექტზე საგარეო პოლიტიკის? ვაპირებთ თუ არა ნატოში შესვლას, იყო მათ მერდასმული ასეთი კითხვა. და თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია? დიახ, ჩვენ ვაპირებთ ნატოში შესვლას და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენ ქვეყანა იყოს საგარეო პოლიტიკის მხრივაც ძლიერი, როგორც საშინაო პოლიტიკაში. კი ბატონო, დიდი მადლობა. ვიცით თქვენ სოციალური რომელი სოციალური ფენა შევხვდით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 90% დამეთანხმება რომ არის სოციალური პრობლემებზე ორიენტირებული და არა იმაზე საქართველოს შევა თუ არა ნატოში. აქედან გამომდინარე თქვენ შევხვდით ამორჩეველს ბატონო. კი, ჩვენ შევხვდით და მათ არ დაგისვენ შეკითხვები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ევროპის. ან თქმა უნდა ჩვენ გვაქვს წერილიგებმა როგორც საშინაო პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ყველა ჩვენი გეგმა გავაცადეთ, თუმცა უმნიშვნელოვანესი არის თითოეული თანამოქალაქისთვის სოციალური პრობლემების მოგვარება და არა ის საქართველოს შევა ნატოში თუ არ შევა და საგარეო პოლიტიკა, ვინაიდან დღეს ყველას აქვს იყურებს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც არის სილატაკის ზღვარს ქვემოთ. ქვეყანა საშინაო პოლიტიკას მოიცავს და საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია. საგარეო პოლიტიკა რა თქმა უნდა გაგვაჩნია, აბა ისე ხო არ იქნება. მე ვიდა მეგობრებო, აი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნამდვილად ახსენა სალომე, მან თქვა რომ ისმა ამორჩევებმა დააფიქსირა ის წუხილი რომელიც არის და ის ალბათ სურვილები ნატოსთან დაკავშირებით. თქვენ ფიქრობთ რომ მარტო სოციალური პრობლემების მოგვარებით შეიძლება განვითარდეს ქვეყანა? არა, რა თქმა უნდა, თქვენ ალბათ გაესმობოდით ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც შემოგვიყვებით დამესვიდი, მან არის რამოდენიმე გეგმა, როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მან არის გაწერილი ზუსტად გეგმა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ისე საშინაო პოლიტიკის. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ახლა კი მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენთან დღეს სტუმრად იყვნენ თამარ სხუმუხია, პოლიტიკური პარტია ახალი თაობა, სალომე მიქაუტაძე, საქართველოს ლიბერალური პარტია და კონსტანტინე გარმელია, სოციალ-დემოკრატიული პარტია. ასევე დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც გვიყურებდა. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება რიგით მეორე დებატები, სადაც უკვე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის სახეები იქნებიან წარმოდგენილი და ისინი უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ საარჩევნო პროგრამებზე და იმ აქტივობებზე, რომელსაც განახორციელებენ საქართველოს პარლამენტში თუ უმრავლესობაში მოხვდებიან. ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.